მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე და თქვენ უყურებთ რა თქმა უნდა დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს. ისევ და ისევ ვართ მესხეთში, აი ეს ტერიტორია არის უკვე ღრომის ნასოფლარი და ჩემს უკან არის ღრომის წმინდა თევდორეს სახელობის ტაძარი. დანარჩენს თქვენ უკვე დეტალურად უშუალოდ სერიიდან ნახავთ. წავედით. მეცნიერების ერთ-ერთი დარგი თურქოლოგია თავის მხრივ შეისწავლის თურქულენოვან ხალხთა მატერიალურ და სულიერ მემკვიდრეობას, ხოლო საქართველოში მის ფუძემდებლად გვევლინება აღმოსავლეთ მცოდნე აკადემიკოსი სერგი ჯიქია. სწორედ ამ ქართველი მეცნიერის წყალობით განხორციელდა მე-16 საუკუნის ოსმალური ეკონომიკური ხასიათის მქონე დოკუმენტის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის როგორც თარგმნა, ასევე ისტორიული კუთხით მისი გაშიფრვა. წინამდებარე სიუჟეტებში მე არაერთხელ მithქვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დავთარს მესხეთში არსებული იმდროინდელი მდგომარეობის აღსაქმნელად. რომ არა სერგი ჯიქია გამიჭირდებოდა დღევანდელ სერიაში თქვენთვის აწ უკვე ნასოფლარ ღრომზე, როგორც წინათ არსებულ დასახლებაზე რაიმე ცნობის მოწოდება. ვილაიეთის დიდი დავთრის განხილვისას ქართველი მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს სოფლის სახელწოდებაზე, რომელიც აღწერის პროცესის უშუალო მონაწილე თურქ მოხელეს ღრომას სახელით აქვს ჩაწერილი. ჯიქია ამ სახელწოდებას თავდაპირველ ქართულ დასახელებად არ აღიარებს და მას ოსმალთა მიერ გადათურქულებულად მიიჩნევს. მეცნიერს სოფლის ძირძველ სახელწოდებად დასახელებული აქვს სიტყვა ღრმა. თურქთაგან განსხვავებით მეტად დამახინჯებული ფორმით მოიხსენიებენ მესხეთის ამ სოფელს რუსეთის იმპერიისეული დოკუმენტები და ეს უკანასკნელი გამოითქმის როგორც გირომა. სოფელი ღრმა, შემდეგ ღრომად ჩაწერილი 1595 წლისათვის უკვე რამოდენიმე კომლით წარმოდგენილი დასახლებაა. უფრო კონკრეტულად რომ თქვათ, ოსმალები მას აღწერენ 4 ოჯახი ქრისტიანი ქართველით. დიდი დავთრის ჩანაწერებიდან გაშიფრულია 3 კომლის თავკაცის სახელი და გვარი, ხოლო მე-4 წევრის გვარი გაურკვეველია. ესენი გახლავთ ღვინია საბიასძე, რომა საბიასძე, ვარძელ სულიასძე და ვინმე რომანოზი. ღრომის ან ღრომას მაცხოვრებლებს, როგორც მათ დამყრობელი იმპერიის მოხელენი მოიხსენიებდნენ, მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სელი, ჰყავდათ ფუტყარი, ღორი, ჰქონდათ ბოსტნები და ამ დოვლათის სანაცვლოდ, მიუხედავად სოფლის მცირე რაოდენობის მოსახლისა, წლიური გადასახადი საკმაოდ მაღალია, რაც თურქთა ხაზინის წინაშე წარმოადგენდა 15,000 აღჩას. ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ ცნობებში თითქმის 2 საუკუნეზე მეტხანს აღარ მოიპოვება რაიმე სახის ჩანაწერი სოფლის შესახებ. მესხეთის ნაწილისა და სრულიად საქართველოს ახალი დამყრობლის რუსეთის იმპერიისეულ დოკუმენტში, რომელიც 1870 წლით თარიღდება, ნახსენებია დასახლება ახალციხიდან 10 ვერსით მოშორებულ ადგილზე, ღრომას სახელწოდებით, სადაც 8 კომლი ცხოვრობს. ცნობა შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად მშრალი არამედ თუ არ არის დაკონკრეტებული არც ამ ოჯახთა ეთნიკური წარმომავლობა, არც რელიგიური აღფსარებლობა და მასში მოყვანილი მათემატიკური ციფრი, ერთადერთი რის დასკვნის საშუალებასაც გვაძლევს, არის ის, რომ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებისათვის აქ ცხოვრების ნიშანწყალი ისევ შეინიშნება. ღრომას თევდორეს ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 2 ვერსზე. იგი ერთნავიანი შენობაა. ნაგებია სულ თლილი ქვით და კირით. ასე იწყებს საუბარს ისტორიკოსი გიორგი ბოჭორიძე ნასოფლარში მდგარ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლზე, რომელიც მან მოინახულა და აღწერა მისსავე წიგნში მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში 1922-1923 წლებში. სანამ უშუალოდ ტაძრის აღწერას დავიწყებდე, მინდა მის სახელწოდებასთან დაკავშირებით მცირე მიმოხილვა გავაკეთო. თანამედროვე ეგრეთ წოდებულ Google-ის სამგანზომილებიან სატელიტურ რუკაზე სამლოცველოს დასახელებაში წერია წმინდა მოწამე თევდორე მღვდლის კვეთლელის სახელობის ტაძარი. ქართველი მეცნიერები ნასოფლარ ღრომის დარბაზულ ეკლესიას მოისაზრებენ მე-11 საუკუნეების მიჯნაზე აგებულ ტაძრად. რაც შეეხება თევდორე მღვდელს, რომელმაც ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე ოსმალთა ხელში ჩაგდებისგან იხსნა და მეფის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მე-17 საუკუნის მოღვაწე გახლავთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე-11 საუკუნეების ტაძარი ვერ იქნება მისი აშენებიდან დაახლოებით 6-7 საუკუნის შემდგომ, მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებული და შემდგომში წმინდანად შერაცხული თევდორეს სახელობის. შესაბამისად, ეკლესია გახლავთ არა თევდორეს, არამედ წმინდა თეოდორეს სახელობის. რაც შეეხება უშუალოდ ნასოფლარ ღრომის ერთნავიან დარბაზული ტიპის ტაძარს. მისი შეხედვისთანავე ყურადღებას იქცევს სამლოცველოს ლორფინით გადახურული სახურავის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კუთხეებში დადგმული ფიგურები. თუ წინათ მესხეთის ტერიტორიაზე მონახულებულ ეკლესიათა გარშემო არსებულ საძვალეთა სახსოვრისებად შემხვედრია ქვაში ნაკვეთი, ყოჩის, ცხრის, ვერძისა და ეკლესიის მოდელი, ამ შემთხვევაში აღმოსავლეთის კედლის ზედა წერტილიდან იყურება გამოქანდაკებული ვერძი, ხოლო დასავლეთით გუმბათიანი ეკლესიის მაკეტია აღმართული.
ასევე განირჩევა სამლოცველოს კედლებზე დღემდე შემონახული რელიეფურად ამოკვეთილი ორნამენტთა და ფიგურათა გამოსახულება. ამის მაგალითს წარმოადგენს აღმოსავლეთით ამოჭრილი სარკმლის თავზე გამოსახული წრისებრი ფორმის ჩუქურთმები, ხოლო დასავლეთის კედელზე შედარებით ზედა წერტილში დატანილი ქვაჯვარი. ტაძარში შესვლამდე ყურადღებას იქცევს სამხრეთის კედლის წინ სანახევროდ გადაწვენილი ქვის სვეტები და მათ შორის შედარებით სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული მომცრო ზომის დამუშავებული სვეტები ჯვართა გამოსახულებით. ეკლესიის ერთადერთ და მთავარ შესასვლელს სამხრეთის კედელში გაჭრილი კარი წარმოადგენს. მიუხედავად აღმოსავლეთისა და დასავლეთის მცირე ზომის სარკმელებისა, მათგან შემომავალი მზის სხივები საკმარისია ერთნავიანი ნაგებობის სივრცის გასანათებლად. ტაძრის შიდა სივრცე ბევრად მოკრძალებული და სადა არქიტექტურის მატარებელია ვიდრე ეკლესიის გარე ფასადი. ერთადერთ გაფორმებას საკურთხევლის დასაწყისში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სვეტებად გამოყვანილი თხელი პილასტრები გვევლინება, რომლებიც რკალისებურად ერთდება საკურთხევლის კონქში. ხოლო მის მოპირდაპირედ გამოყვანილი თაღი ყოველგვარი სვეტების გარეშე პირდაპირ ამოდის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლის ყველაზე მაღალი წერტილებიდან. წმინდა თევდორეს სამლოცველოს იატაკის დამუშავები თუ ვიმსჯელებთ, მას აშკარად ეტყობა განახლების კვალი, მის გაგრძელება ამბიონსაც, ხოლო მის უკან საკურთხევლის ცენტრში მდგარი მთლიანი ქვის ტრაპეზი კი ძველი ეპოქის წარმომადგენელი უნდა იყოს. ერთ დროს სოფელი ღრმა, ოსმალთაგან ღრომად ჩაწერილი, რუსეთის იმპერიისგან გირომად მოხსენიებული, დღეს ნასოფლარი ღრომია, დატერასებული მთის ფერდებით, წმინდა თეოდორეს სამლოცველოთი და მის გარშემო მიმოფანტული ქვებით. საკურთხევლის გარე კედლიდან აღმოცენებული ვერძი დღესაც მდუმარე და უმეტყველოდ გასქერის ნამოსახლარს. არადა ახსოვს ყველა გამოვლილი ქარცეცხლი ამ სოფლისა, მაგრამ ის მხოლოდ უსულო ნაკეთობაა ტაძრის ხუროთ მოძღვრისა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ შეუძლია ამ ყველაფრის ჩვენთვის გადმოცემა. ის გადამჩენია გითხრათ რომ დღევანდელი სერიაც დასასრულს მიუახლოვდა. ვისაც მოგვწონთ ისევ და ისევ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები და ჯერ კიდევ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და უყურეთ დაკარგული, დიდებული, მესხეთის მომდევნო ძალიან ბევრ სერიას. მანამდე კი მე დაგემშვიდობთ.